გამარჯობა. აბა როგორ ხართ, მეგობრებო? დავიწყებ მადლობით. მადლობა თითოეული დონაციისთვის. ერთი დღის დაწყებული გქონდა შეგროვება, როცა ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა თანხები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად, ამიტომ აქტიური კამპანია აღარ გავაგრძელებთ და რაც უკვე იყო თანხა მოგროვილი 1200 ლარი, გადავრიცხეთ ფონდში და მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ეხლა კი არა და ახლა გალაქტიონი თუ არ ხარ, ეხლა არ უნდა თქვა რა. ახლა ფეხბურთი. ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. მოდი მუნდიალს შევხვდეთ 20,000 გამომწერით. ჯანი ინფანტინომ რომ მკითხოს რამდენზე ხართო, ნუ დამაწყებინებთ. ახლა 19,900. 20k ძმა, ვეტყვი მოკლედ. 20k ძმა, ვეტყვი მოკლედ რა. საქართველოს ნაკრებით და ივნისის ამხანაგურებით დავიწყოთ. რუმინეთთან ფრე ვითამაშეთ, ბაჰრეინს მოუგეთ. შედეგი ნორმალური, ხარისხი ცუდი. ამ თამაშების სიღრმისეული ანალიზი მინდოდა გამეკეთებინა, ჩავუჯექი კარგად, ვიმუშავე, ვიშრომე და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ არის საჭირო სიღრმისეული ანალიზი. ზედაპირზე დევს ყველაფერი. რუმინეთთან და ბაჰრეინთან 4 ტაიმი ვითამაშეთ. ამ 4 ტაიმში ერთი ტაიმი ყავდა ჩაკვეტაძე და მხოლოდ ეგ ერთი ტაიმი იყო, როცა შეტევის ორგანიზების ხარისხი ნორმალური იყო. დანარჩენი 3 ტაიმი წვალება. ამხანაგური მატჩებით ნუ გამოვიტანთო დასკვნებს, მეტყვით ახლა, ხო გიცნობთ. ამიტომ მოდი ოფიციალური მატჩები გავიხსენოთ. რადგან ყველა გულშემატკივარი უკმაყოფილოა შეტევის ორგანიზებით, ასეთი იდეა გამიჩნდა. მოდი ავიღოთ მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი XG და შევადაროთ, როგორია ნაკრების XG ჩაკვეტაძესთან ერთად და მის გარეშე. ერთა ლიგაზე ჩაკვე ყავდა, მსოფლიოს შესარჩევში არა. იდეალურია შესაძლებლად. მსოფლიოს შესარჩევში თურქეთთან სახლში XG ჰქონდა 1.14, გასვლა 1.06. ესპანეთთან სახლში XG ჰქონდა 0.3, გასვლაზე 0. გასვლაზე 0.01. გოლი არათუ ვერ გავიტანეთ, მოსალოდნელიც კი არ იყო. ეგ არის XG არის მოსალოდნელი გოლები. მოსალოდნელიც კი არის. აი როგორ იყო, იცით, რომ აი სავარძელში ჩაფუფუნებული რო უყურებ ფეხბურთს და რაღაც მომენტში ოდნავ წამოიწევი და მე მიწვევი. ისევ ეგ არის 0. ეგ არის 0.3 XG რა, უხეშად რა. სავარძლიდან წამოწევაც არ ქონია ესპანეთთან გასვლაზე. ბულგარეთთან მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი ნორმალური ჰქონდა. სახლში 2.5, გასვლაზე 1.8. მსოფლიოს შესარჩევში ჩავატარეთ 6 მატჩი, 5 წავაგეთ, 1 მოვიგეთ. მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი ამ 6 მატჩის საშუალო იყო 1.1. წყალწაღებულ ბულგარეთთან თამაშებს თუ გამოვაკლებთ, თურქეთთან და ესპანეთთან 4 თამაშში მოსალოდნელი გოლების საშუალო მაჩვენებელი ამ 4 თამაშის იყო 0.6. ახლა შევხედოთ ერთა ლიგას, როცა ჩაკვეტაძე ყავდა. ჩეხეთთან XG იყო სახლში 2.4, გასვლაზე 1.27. უკრაინასთან სახლში 1, გასვლაზე 0.7 იმ საშინელ მოედანზე. თუ გახსოვთ თამაში. ალბანეთთან სახლში 1.33, გასვლაზე 1. საშუალოდ 1.28. ბულგარეთთან თამაშებს თუ არ ჩავთვლით და ავიღებთ მხოლოდ ჩვენი დონის ან ჩვენზე ძლიერ მეტოქეებს, ჩაკვესთან ერთად 100%-ით უფრო მაღალი XG გვაქვს, ვიდრე მის გარეშე. 100% იცით რამდენია? ყველა. ანუ ხო არის 80%, არა, 100. სულ. როცა ამ ყველაფრის გამოთვლა დავიწყე, ვარაუდობდი, რომ სხვაობა შეიძლებოდა ყოფილიყო 30%, 40%, 50%-ზე ვიტყოდი, რომ ვაუ, რა მაგარი იდეა გავარტყი, ვიტრაბახებდი, რომ ანალიტიკოსის თვალი მაქვს. თურმე მივხვდი კი არა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, 100%-იანი სხვაობა არის, ანუ რა თვალი, რა სკაუტი. მაგრამ ერთი ის მომშვიდებს, რომ ჩემამდე ჯერ ვერავინ ვერ დათვალა ეგ.
ანუ მე თუ აზრზე არ ვარ ფეხბურთის, თქვენც აზრზე არ ხართ რო იცოდეთ. ახლა როცა ასეთი რიცხვები დამიჯდა, ცოტა სხვანაირად ვუყურებ ნაკრებს, ტაქტიკას, მომავალში რა უნდა ვქნათ და ასე შემდეგ. კი, ადრეც ბევრი გვისაუბრია ცენტრის მნიშვნელობაზე, ჩაკვე კიტე ქოჩორასთან ერთად რო სხვა გუნდი ვართ და მათ გარეშე სხვა გუნდი ვართ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მოედანზე ერთად ყოფნა, ამაზე ბევრი გვისაუბრია, მაგრამ ცალკე მხოლოდ ჩაკვე XG-ის ნახევარი თუ იყო, ანუ ვერ წარმომედგინა და ჩემთვის ყველაფერი იცვლება ამ მონაცემით. პრინციპში არც არაფერი იცვლება, 2 თვეა ერთა ლიგის დაწყებამდე, აწი რა უნდა დაგეგმო. რაც გეგმა გქონდა აქამდე, ლოცვა გავაძლიეროთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე ჯანმრთელად გყავდეს. თავარი შეკითხვა, როგორ შეიძლება გუნდის XG-ზე ერთი ფეხბურთელი ან ორი ფეხბურთელი ახდენდეს ამხელა გავლენას. ჩემი აზრით ეს განპირობებული არა იმით, რომ კვარა და ჩაკვე არიან მაგარი ფეხბურთელები და რა თქმა უნდა არიან, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ არგუმენტი, იმიტომ რომ ბევრ ნაკრებს ყავს მაგარი 2-3 ფეხბურთელი, მაგრამ XG მთლიანად მათზე არ არის, ხო, დამოკიდებული. ჩემი აზრით ეს განპირობებულია იმით, რომ ნაკრები ზედმეტად არის დამოკიდებული დრიბლინგზე. დრიბლინგი არის ჩვენი ერთადერთი იარაღი მეტოქის დაცვის ბარიერების გადასალახად. მოდი ჩავრთოთ საქართველოს ჩეხეთი ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, ჩემი აზრით საუკეთესო მატჩი მეტოქის დონიდან და შედეგიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ერთად ყველა გოლი და თითქმის ყველა სახიფათო მომენტი ამ მატჩში გამოცხვა დრიბლინგის ხარჯზე. ან კვარა მირბის და ვერ ართმევენ ბურთს, ან ჩაკვე გარბის და მისდევს მთელი ჩეხეთი. დავიწყოთ პირველი გოლი. დაცვიდან კიტეიშვილის კარგი პასი ჩაკვეზე, ჩაკვე დრიბლინგით გადადის ჩეხეთის ნახევარზე, პასი კვარას, კვარა ბურთით გადის საკმაო მანძილს და იკიდებს პენალტს. პირველი გოლი. დრიბლინგის წვლილი უზარმაზარი. მეორე გოლი. კიტე დაცვაში, ისევ კიტე დაცვაში მოიპოვებს ბურთს, პასი კვარას, კვარა იდეალურად ტრიალდება და აძლევს პასს ჩაკვეტაძეს, ჩაკვეტაძე 50 მეტრს ფარავს დრიბლინგით და გოლი. მესამე გოლი. მოედნის ცენტრში კვარა იმორჩილებს სასწაულ ბურთს და აძლევს ჩაკვეტაძეს, ჩაკვე წაიღებს ბურთს დრიბლინგით, გაივლის 30 მეტრს, გააყოლებს ლოჩაშვილს, ჩაწოდება და გოლი. მეოთხე გოლი. ჩაკვეს დრიბლინგს აჩერებენ ვარდნით, ვარდნის შემდეგ ბურთი მიუვა ჟორჟს და მერე კვარას, კვარა დრიბლინგით ფლანგიდან შემოვა ცენტრში, პასი ჩაკვეტაძეს, ჩაკვეს გენიალური პასი საჯარიმოში შერბენილ ქოჩორაშვილზე და გოლი. 4-ვე გოლი თავიდან ბოლომდე არის დრიბლინგის ზეიმი. რასაც მივესალმები, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ აქ სხვა რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ. რატომ აქვთ ჩაკვეს და კვარას ამხელა გავლენა ნაკრების XG-ზე? იმიტომ რომ სხვა გზა არა. უწევთ, რომ ამხელა გავლენა ჰქონდეთ, იმიტომ რომ ნაკრების ლამის ერთადერთი იარაღი შეტევაში დრიბლინგია და შესაბამისად, ვისაც კარგი დრიბლინგი აქვს, საუკეთესო დრიბლინგი აქვს, ის ზემოქმედებს ყველაზე მეტად მოსალოდნელ გოლების მაჩვენებაზე. თუ ზურიკოა მოედანზე, ზურიკოზეც იგივე ვრცელდება. გაიხსენეთ თურქეთთან 3-0-ს რო ვაგებდით, როგორ დაუბრუნდით თამაში. ზურიკომ კარიდან 50 მეტრში ბურთი მიიღო ზურგით, მოტრიალდა, გასცდა ყველას, 50 მეტრიანი დრიბლინგი გააკეთა, მერე პასი, შტანგა და თვითონვე დაამატა და გოლი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს 50 მეტრიანი დრიბლინგების პირიქით ფეხბურთის სილამაზე ეგ არის ერთ-ერთი მთავარი. უბრალოდ ეგ ისეთი რამეა, ზოგჯერ გამოგივა, ზოგჯერ არ გამოგივა. სულ ეგრე ვერ მოიგებ. მოწინააღმდეგეც ხო ემზადება შენს წინააღმდეგ. ამიტომ ბევრნაირად უნდა შეგვეძლოს მომენტის მომწიფება. ბევრნაირად უნდა შეგვეძლოს გოლის გატანა, შეიარაღებაში ავიაციაც უნდა გქონდეს, გემებიც, ტანკებიც. ოფიციალურ მატჩში 2 წელია სტანდარტიდან გოლი არ გაგვიტანია. 1 მთლიანი შესარჩევი და 1 მთლიანი ერთა ლიგა ისე გავიარეთ, არც კუთხურიდან გაგვიტანია გოლი, არც ჯარიმიდან არც ჩაწოდებით, არც პირდაპირ დარტყმით. ვართ დამოკიდებული, რომ 40 ყველას მოვატყუებთ და გავიტანთ გოლზე. ხო. თუ ჩვენს თამაში არ არსებობს კუთხური, ჯარიმა,
აუტი, პოზიციური შეტევა. რა მნიშვნელობა აქვს მე ვიქნები მწვრთნელი თუ სანიოლი? მე თუ ვიქნები მწვრთნელი, ჩაკვე აღარ მოატყუებს ხალხს. კვარა ან ზურიკო. რავი, მე არ დავუშლი. მიდით ბიჭებო. შებერეთ. დაიძარით კარისკენ. გზად ვინ შეხვდებათ, ყველა მოატყუეთ, მერე დაარტყით და გაიტანეთ. ხო გეიტანთ ბიჭო. ეს ტაქტიკა მექნება. ამას შევინარჩუნებ ამ ტაქტიკას. მაგრამ იქნება რამეც დავამატო. მესმის არგუმენტი, რომ ნაკრებში მწვრთნელს არ აქვს დიდი დრო ფეხბურთელებთან სამუშაოდ და ბევრ რამეს ვერ ასწრებს. მაგრამ შემდეგი სანაკრებო ფანჯარა იქნება 4 მატჩიანი, ერთ ჩამოსვლაზე 4 მატჩი უნდა ითამაშოს ნაკრებმა, შესაბამისად თამაშიდან თამაშამდე ბევრი რაღაცის დახვეწა შეიძლება. გუნდი ერთად იქნება დაახლოებით 20 დღე და იმედია მანდ უკვე დავინახავთ, რომ მწვრთნელებმა იმუშავეს ბევრ კომპონენტზე, სტანდარტებზეც, იმაზეც, ამაზეც. კალენდარი იდეალური გვაქვს, 2 საშინაო მატჩით ვიწყებთ, თან პირველი მეტოქე შედარებით სუსტია, ჩრდილოეთ ირლანდია, სუსტი სხვა მეტოქეებთან შედარებით. მოკლედ, კალენდარი კარგია. ხანგრძლივი შეკრება, სამუშაო დრო გვექნება, აგერ ბურთი, აგერ მოედანი, შედეგი დაიდოს. სექტემბერში 100-ჯერ უფრო მომთხოვნები ვიქნებით ფეხბურთელების მიმართაც, მწვრთნელების მიმართაც და ამისთვის მზად უნდა იყოთ ყველანი. მეტიც თქვენც გაცილებით მომთხოვნები უნდა გახდეთ საკუთარი თავების მიმართ. გულშემატკივრობა და ხმის იოგების ჩახლეჩა ჩვენზე იყოს. სხვა რა გითხრათ? კარგად დაისვენეთ და შევხვდებით სექტემბერში. კიდევ ბევრი რამის თქვა მინდოდა ნაკრების გარშემო, მაგრამ მოდი ამით შემოვიფარგლოთ შეტევის ორგანიზება და შეტევაში მრავალფეროვნების მნიშვნელობა იყოს, ეს თავარი თემა დღევან. ამით შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ შევიდე დეტალი შემოიტანე ჯო. გონია რომ ბოლო პერიოდში მარტო ამაზე ვსაუბრობთ, რომ სად გაქრა ის შეტევა. ერთი რომ დაგვიმუღამეს, ეხა ხედავენ რომ ხო, ხედავენ რომ სივრცე არ უნდა მისცე საქართველოს. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, შეტევაში როგორ უნდა გავხდეთ უფრო მრავალფეროვნები? როგორ გავხადოთ ნაკრების XG უფრო დივერსიფიცირებული და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის წარმატებულ დრიბლინგებზე? კომენტარს რო დაწერთ, იქვე იქნებით და ბარემ ახიც გამოიწერეთ, ვიდეოც დაალაიქეთ, ზარისღილაკიც ჩართეთ. კიდე ბევრი ის არის რაღაც არის, რაც სხვა დროს, ხო? კაშიას მადლობა ნაკრებში გატარებული ამდენი წლისთვის და იმედია კარიერის ახალი ეტაპი საფეხბურთო კარიერაში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ფეხბურთელობა იყო. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი. FIFA-ს ფენტეზიში უჯარი მოდის ლიგას უკვე 100-ზე მეტი მოთამაშე ყავს. თუ ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულ ხართ ჩვენს ლიგაში, ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი და შემოგვიერთდით. გამარჯვებული რას მოიგებს? ჯერ მოიგე და მერე ვილაპარაკოთ. რამეს ვიზამ. ინდივიდუალურად გავესაუბრებით. ეხლა სიტყვაზე ტორპედოს ფანი თუ მოიგებს, დინამოს მაისურს ვარ ვაჩუქებთ. ამიტომ ჩვენ გვექნება ინდივიდუალური მიდგომა. ჯერ მოიგეთ და მერე დაგელაპარაკეთ. ნისიაზე ჯერ მოიგეთ. მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩვენ სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ. მექსიკა სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებით გაიხსნება მსოფლიო. მექსიკა სამხრეთ აფრიკა როგორი დაპირისპირებაა, იცით? ეგრევე გეფიქრება, რომ რა მაგარი რამეა ფეხბურთი, რომ მექსიკა სამხრეთ აფრიკას ელოდები. თორე აბა რა მექსიკა სამხრეთ აფრიკა. აი რა რას ველოდებით. აი ფეხბურთი იმდენად დიდებული მოვლენაა, რომ მექსიკა სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებასაც აქვს ინტერესი. სხვა არაფერში ამათი ჯახი არავის არ აინტერესებს. არაფერში. ხვალ მექსიკამ და სამხრეთ აფრიკამ ომი რო დაიწყონ, მეშვიდე მერვე ნიუსი იქნება საინფორმაციო გამოშვებაში. არა აქვს თორე უნდა ისრო. ინდოეთი-პაკისტანის ომი გახსოვთ შარშანდელი.
ჩემს ჭადრაკის ვლოგებს გაცილებით დიდი გამოხმაურება ჰქონდა ვიდრე მაგათ ომს. ორი ატომური ქვეყანა ომობდა, ნული ინტერესი ძმაო, არანაირი ინტერესი და მექსიკა სამხრეთ აფრიკა ვის აინტერესებს. არ არის ომი არ არის პოპულარული. აბა მუნდიალზე შეახვედრე ინდოეთი პაკისტანი. ყველა ჩაუჯდება. აი ეს არის ფეხბურთის ძალა. მუნდიალის გახსნის შეხვედრაში ფავორიტი მექსიკაა. ბუკმეკერები დაახლოებით 1/4-ს აძლევენ კოეფიციენტს მექსიკას მოგებაზე. თითქოს აი გრანდი მყავდეს ახლა ეს მექსიკა, მაგრამ ნუ რაღაც მასპინძელია, უკეთესი გუნდია რაღაცა. მაგრამ ძალიან მიყვარს მექსიკას აი გრანდივით რო ეპყრობიან ხოლმე. ამ დროს საფეხბურთო თვალსაზრისით მექსიკა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო ქვეყანა არის. ახლა მექსიკელებთან მექსიკელებთან სულ არის რა მექსიკა. მექსიკა 113 მილიონია ქვეყნის მოსახლეობა. ფეხბურთში დახარჯული აქვს ტონობით ფული. სოფლიო ჩემპიონატის სამგზის მასპინძელი ქვეყანაა და ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელი ყავდათ რაფა მარკესი. 113 მილიონი კი არა, 13 მილიონი ვიყოთ და გაჩვენებთ რას ნიშნავს საფეხბურთო ქვეყანა. ამერიკის კონტინენტის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები გავაკეთოთ. ერთი მექსიკელი ვერ მოხვდება. 11 კაცში ისტორიული. აი ამერიკის კონტინენტის all time სიმბოლური. მეტსაც გეტყვით. ბრაზილია არგენტინას ამოვაკლებ. ისი ავაწყოთ ამერიკის ყველა დროის სიმბოლური და ერთი მექსიკელიც ვერ მოხვდება. მეტსაც გეტყვით. საქართველოს მექსიკის ერთობლივი სიმბოლური ნაკრები გავაკეთოთ და მეტი ქართველი მოხვდება ვიდრე მექსიკელი. მექსიკის საფეხბურთო ქვეყნობა არ გაიშვას თქვენი ჭირიბე რა. აი ესა მექსიკა. მექსიკა და სულ ბავშვობიდან ეგრემა. ხო, და თან ეგ რაღაცა ნოსტალკოატი, ბლანკო. ბლანკოს ნაირებს ძმაო, კარში ვაყენებდით იმაში რა ქვია, უბანში რო თამაშობდით ხოლმე. ბლანკო. აი რადგან ძალიან უყვართ ფეხბურთი მექსიკაში, მაგიტოა საფეხბურთო ქვეყანა. ეგრე მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ საფეხბურთო ქვეყანა კი არ ვარ. აუ მექსიკამ რომ სოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, თავი აქ მოსაკლავი. აუ ეს გასება ავიხოთ. ცხოვრებას შემაძულებენ, აი მექსიკას კი არაფერს ვერჩი მაპატიეთ მექსიკის გულშემატკივრებმა, ქართველებმაც და მექსიკელებმაც. უბრალოდ სიმართლე უნდა მეთქვა რა, რომ ყოველ 4 წელიწადში მესმის რომ აუ მექსიკა. ხო, რომ 113 მილიონი არიან, ბიჭო, ერთი კვარასტონის ფეხბურთელი 100 წელიწადში ხო უნდა ყავდეს რა. აი, ჩვენ რო ღმერთმა დაიფაროს ფეხბურთი, რომ ჩვენ 113 მილიონი ვიყოთ რა. 6 მსოფლიო გვექნებოდა მოგებული ჩემი აზრით. შეიძლება ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ ნუ ახლა 113 ყველაზე ნაკლებად ამ ცხოვრებაში მექსიკელებთან დატაკება მინდა. ამიტომ წარმატება მექსიკას, საერთოდ არ მეწყინება თქვენი წარმატება, უბრალოდ აი საქართველოში მექსიკის სადმი დამოკიდებულება ცოტა მიშლის ნერვებს და ეს რო არ მეთქვა, გული გამისკდებოდა. უჯარიმოდ ლაივების დაბრუნებას ვფიქრობ სოფლიოს მიმდინარეობისას, მაგრამ არ ვიცი რა დროს უნდა იყოს ეს ლაივი, რა სიხშირით. მოგწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, როგორ აჯობებს, ღამე იყოს ხოლმე, დილით იყოს, საღამოს, თამაშამდე, თამაშის მერე ერთი ტური რომ მთლიანად მორჩება, შეჯამება ლაივი, მეორე ტური რომ მთლიანად რაღაცა. ხო. ჩვენ ლაივებში ცოტა სუსტები ვართ და ცოტა დაგვაკვალიანეთ. ახლა დროზე არ მაქვს პრეტენზია, იმიტომ რომ ძალიან სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომ ცუდ დროს არის. ხა სულ ევროპაში ხო არ იქნება სოფლიო, იმათაც ხო უნდათ კაი დროს რო იყოს ფეხბურთი რა და ეკუთვნით ეხა რა, რომ ხანდახან სამხრეთ ამერიკამაც, ან ჩრდილოეთ ამერიკა წესიერ დროს უყუროს ფეხბურთს რა. მოკლედ გითხარით თქვენი აზრი და ვეცდებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. მანამდე არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ, ზარისღილაკი ჩართეთ და შევხვდებით მალე. იმედია ლაივში და თუ ლაივში არა, ესე.